რაც შეეხება უკრაინის საკითხს მე გუშინაც ამაზე გავაკეთე გამარტება რაიმე წერილობითი ქალბატონო რაიმე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა ეს ერთი მეორე ვთქვი რომ იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის უკრაინის და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის ზოგადად 24 თებერვალთან და ამ ასე ვთქვათ შესაძლო ერთად აღნიშვნასთან დაკავშირებით და ამ კომუნიკაციის დროს სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდანაც. პოზიცია არის შემდეგი: ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა, ჩემს უკან კიდია საქართველოს გერბი. თქვენ როგორც ამ პარლამენტის წევრს ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის საქართველოს წინაშე. როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომლის წინაშე თქვენ ფიცი დადეთ, აბრალებენ ამ ქვეყანის მიმართ მიდის დეзинფორმაციული ტალღა. როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც აბრალებენ თქვენ ქვეყანას შინითაც და გარეთაც, აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის აავლაში ხელშეწყობას, ასე შემდეგ და როდესაც თქვენ პირადად ანა ნაცუშებმა, რომ იცით ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სიამოვნებაში მწამებელი, რომ დამნაშავეა, რომ არავინ არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა. მომისმენთ. ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლა, აი ამ ყველაფერს რო ისმენ და არაფერს არ ამბობთ, თქვენ ამით არ ღვეთ ფიცს აი ამ დროშის წინაშე და ამ გერბის წინაშე. ამიტომ მე ერთადერთ რამეს გთხოვდით, რომ ის ფიცი, რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, ამ გერბის და ამ ქვეყნის წინაშე, ამ ფიცის მიხედვით იხელმძღვანელოთ თქვენს და თქვენმა ოპოზიციურმა კოლეგებმა და თუ კი ასე იხელმძღვანელებთ და არ მისცემთ ნიადაგს, არც აფიქრებინეთ სხვას, რომ აქ არის თითქოს რაღაც ნიადაგი, რომ ასეთი ყალბი ბრალდებები შეიძლება ვინმეს გაუვიდეს, აი ამ ნიადაგს თუ არ მისცემთ, არც ესეთი ბრალდებები არ იქნება. რაც შეეხება ჩვენს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს და რადას შორის ურთიერთობას, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ორივე პარლამენტმა. იმ ვიზიტებით, რომელიც აქ გახორციელდა, თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, როდესაც ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, ბავშვებთან ერთად იყვნენ. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ დავამტკიცეთ, თუ როგორი მეგობრობა და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას ვინმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამეს გვაჩვენებს, როგორ უყურებთ ჩვენ ქვეყანას, როგორ უყურებთ უკრაინას. ამიტომ გთხოვთ, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ მოთმენას და იმის ასე ატანას, რომ საქართველოს ჩვენ ქვეყანას, რომლის წინაშეაც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ამ ყველაფერს, თითქოს აქ არის წამების რეჟიმი, თითქოს აქ არის, სანქციების გვერდისავლის რეჟიმი და ასე შემდეგ და ამას ესე ვისმენდეთ ჩუმად. თქვენ ამას ისმენთ ჩუმად, თქვენ ამას იტანთ, იმიტომ რომ ვერაცნობიერეთ იმ ფიცის ძალას, რომელიც თქვენ გაქვთ დადებული. ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენ ნუიღელვებთ იმაზე თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენსა და მე გუშინ სხვათა შორის ქონდა კომუნიკაცია კიდევ ერთხელ რადაში კოლეგებთან, ქონდა ამასთან დაკავშირებით და ისინიც გაკურებულები არიან თუ რატომ მოხდა ესეთი აჟიოტაჟი საქართველოში. კიდევ ერთხელ რამე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა, ერთი, მეორე იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის შორის და როგორც არის და ამიტომაც არის რომ ნახეთ თქვენ რომ ვიზიტებიც იყო ჩვენთან ჩამოვიდნენ და არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ საჯაროდ ღიად, კეთილსინდისიერად ყველას მიმართ ვაფიქსირებთ და ამიტომ მოგიწოდეთ ამის მიხედვით იმოქმედოთ.